მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 15. ცედებ ტყარ სარკეში ღეროს გამოსახულების რა ნაწილს ხედავს დამკვირვებელიო, თუ მისი თვალი არ წერტილში აო. ხო. კარგით, ესე იგი, მოდით რა სხივს დაინახავს? პირობითად ავიღოთ, მოდით აი ეს წერტილი, აი. და ამ აქ თვალი გვაქვს მოთავსებული წერტილში და აი განვიხილოთ აი ეს სხივი, რომელიც აქ ეცემა, ხო? ეს სხივი, რომელიც ეცემა, ეს სხივი სად მოხდება? წერტილის სიმეტრიულ წერტილში გადავა. რატომ? აი ამ წერტილში მოვა, აი ამ წერტილში, აი A' წერტილში მოვა და რატომ? გამომდინარე იქიდან, რომ დაცემის და ალეკვის კუთხეები ერთმანეთის ტოლი. აქ თუ მართობს დაუშვებთ, აი ეს კუთხე ალფა და ეს კუთხე ერთმანეთის ტოლია, რადგანაც A და A' ერთმანეთის სიმეტრიული წერტილია, შესაბამისად აი იქიდან გადახრა კუთხური ტოლი იქნება აი ამის გადახრის კუთხური. შესაბამისად კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ხო, ანუ ჩვენ თუ მარტო აი ამ წერტილს, სარკის აი ამ წერტილს განვიხილავთ, ეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც თვალი არ წერტილშია, დაინახავს აი ამ წერტილს, სადაც გადაკვეთა, ხო? გადაკვეთა. ეხლა აი ამ ნაწილს ვერ დაინახავს, აი ამ ნაწილს ვერ დაინახავს. აქეთ ხარის რაც არის და რატო? ამ ნაწილს დაინახავდა იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ აი საკე ცოტა გრძელი იქნებოდა, აი ასე თუ იქნებოდა. ნახეთ, დავაკვირდეთ, აი თუ გრძელი იქნებოდა სარკე, მაშინ აქ შეგვეძლო დაცემული სხივი აქ გაგვენხილა და ნუ დაახლოებით აი აქ გაივლიდა ეს ჩვენი ალეკვილი სხივი, ხო? აი ასე გაივლიდა და ანუ აი ამ ნაწილის დანახვასაც შევძლებთ, მაგრამ ეს ჩვენი სარკე არ არის იქითკენ გაგრძელებული. აი აქეთ ამხარი არ გვაქვს და ამ ნაწილის დანახვა შეუძლებელია, აი ამ ნაწილის. მაგრამ შეიძლება კითხვა გაგვისდეს, აი ამ ნაწილებს რა შემთხვევაში დაინახავს, ხო? აქეთ ამხარის რაც არის. აი ამ B წერტილის მარცხენა მხარეს რაც არის. ამ ნაწილს დაინახავს თუ ღეროდან წამოსული სხივი აი აქ დაეცემა, ანუ აი ესეთ შემთხვევას თუ განვიხილავთ, პირობითად, აი ამ შემთხვევას თუ განვიხილავთ, ნუ დაახლოებით ასე ქვემოთ გაივლის. ნუ აი ამ წერტილს დაინახავს. ნუ ცოტა ზემოთ თუ განვიხილავდით, აი ამ წერტილს დაინახავდა. შესაბამისად, B წერტილის მარცხნივ ნებისმიერი წერტილი ღეროზე შეიძლება დავინახოთ, დანახვადია. თუმცა B წერტილის მარჯვნივ, როგორც ვნახეთ, შეუძლებელია თვალმა სარკეში ღეროს გამოსახულება დაინახოს, ხო? შესაბამისად, მთლიანად ეხლა ღეროს სიგრძე არის 4 ერთეული და ხედავს ამ 4-დან 3 ერთეულს, ანუ სულ დაინახავს 3/4 ნაწილს, ხო? 3/4 ნაწილს დაინახავს. შესაბამისად, პასუხი იქნება D.